თუ არა ადამიანი არც არაფერი იქნებოდა მის წილხვედრში და თუ არსებობს, ის იარსებებს მისავე არსში. მისი არსი იმდენად დიდადაა მაცოცხლებელი, რომ ფიქრისა და დაკვირვების გარეშე ვერც აწონი და ვერც ოდესმე აუწონია ფასეულად კაცთა მოდგმას. სიტყვა ღმერთია, ღმერთი მისი უსასრულობა, ხოლო ამ უსასრულობის საწყისი თავად ღმერთშია, მის არსებულ წამში აღქმული და გაცხოველებული მის მორიგ სიტყვაში, ადამიანი, სახიერი და დიდსულოვანი, ჩანერგილი აზრი მისავე მოპასუხეობაში, მტკიცე ხმა სიტყვისა, ქმედითი შთაგონებისა ღვაწლში დამკვიდრებული, უღვაწებელი სული არც ხორცად იმკის და არც სულს აცოცხლებს, ის მკვდარია. სიტყვა უშორებელია სულისა და სხეულისა, აზრთა სადავეთ იხდის ძალად და მასვე ემორჩილება, სხვაგვარად მონობა აუღელის. ტვირთმძიმენი ვერასოდეს შეიქმნებიან სულთა მსუბუქნი, მტვერნიც კი სიცოცხლისა უნდა იყოს. სხვაგვარად საუკუნეები ვერ ჩაანაცვლებენ ხმოვან მორიგ წამებს ჟამთა პასუხად. მოკლედ რომ ვთქვა, ადამიანმა აზრი და შეგნება იმდენად საწვდომი უნდა გახადოს, სულში მტკიცედ რომ თავად იყოს ადამიანი. თუ მასშივე მოჰკლავ რაღა ხორცთაგანი გახდება, ისიც ამ აზრზენი მომპასუხე იქნება საკუთარი თავისა და სხვისა თავისაწილ. უმგვანოა ასეთი მორჩილი კაცთა ბუნება. ადამიანი თავად არის შთაგონების წყარო. უმთავრესია სწორი ხედვით ჩასწვდე მას და გაარკვიო რაოდენ დიდია მისი ბუნება, ხასიათი, აზრი და ვნებები, რომლებიც გადის ირეულად დროის აღსაქმელ ფაქტორებს, მისავე არსებითში და ხდება უწყება ჟამთასვლის. საწყისი ბუნება მისი სულიერების ველში იმკვიდრებს არსებითობის სახით, თუმცა რღვევა ამ ყოველივე სისულიერი გადაცდომაა, რაც განაპირობებს ერში დანაშაულის ქმედებებს. ქმედების აზრს რახვებს, ამიტომაცაა სულიერად უღვაწებელი ჟამში ერში ხდება მისი სახვედრი პირი და შედეგიც არ აყოვნებს, იგი განსაკუთრებით მძიმე და დაუნდობელია. ამ ყოველივიდან გამომდინარე, თავად ადამიანია ყოველი ძალის მქონე პირი, წიგნის სახელწოდებაც სწორედ მისმა არსმა განაპირობა. რჩევა, მოწოდება და შთაგონება არ უნდა გახდეს მსჯავრის სწორში, პირიქით, ნიადაგფენია სულთა საღვაწებელი, მცირედ სუსტნი არად იქნება მხნე და ხმათა-ხმოვანი ბაგისად. ადამიანის სიტყვის არ ვარ სრულყოფილი და არც ძალგვიც მივაღწიოთ სრულყოფილების სიმაღლეს, აქ მთელი განვლილი და გასავლელი სამყაროა, ბევრად უცილობელია აზრით, აზრი კიდენა ერთი არ არის, ის მრავალმხრივი და უკიდეგანოა. თუ მსჯელობის სიკეთეს დაუდებთ გზას, ამ სრულყოფილების გრძელი ცხოვრების ჯაჭვს, ვიტყვი, რომ სრულყოფილება შესაძლებლობების ზღვარია, სწორედ ეს შესაძლებლობები აპირობებს მას და აწვდის სიღრმეს არსებულ დონებს. ჩვენში რომ არ იყოს სრულყოფილება და აზრი, არც უფალი მოითხოვდა მასში ჭეშმარიტების გზას, აქედან გამომდინარე, ესე იგი არის ზის ჩვენში, მაგრამ დადუმებული, დაუგულებელყოფილი, ისე როგორც მასწავლებელი თხოვს, მის მოწაფეში ჩადებულ ცოდნას. სწორედ ეს არის საჭირბოროტო საკითხი და უკუგდებული. სახიერი ღვთისა, როგორც შვილი მშობლისა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისივე სიბრძნე უფალმა ჩადო ჩვენს სახიერში და სურს დავრჩეთ იგივე, რაც ჩასახა ჩვენში. წინაღძის შემთხვევაში ხვდებით ავადმოპასუხენი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩასახულნი ვართ უთანასწორო ბრძოლაში და ავადმომთხოვნი ძალა ვხდებით, რაც უფალშია. ვიჩეხებით, ვანაწევრებთ სულსა და გონებას, თანაც სხვადასხვა ხარისხში, ამიტომაც ვხდებით და ვიმყოფებით მოპასუხეობის ძალაში, ჩვენ პასუხობს უფალი ჩვენივე ქმედით სისუსტეში, თორე არც რა მოგვეთხოვებოდა რა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრულყოფილება სამიწიერო დიდი შესაძლებლობებია, ის არც იზრდება და არც მცირდება, ის არც ხიბლია თუ ხიბლად არ გაიხდი, არც ცოდვაა თუ ცოდვად არ გაიხდი, არც მგრეველია თუ არ დაანგრევ და თუ თავისუფლების ხარისხშია სრულყოფილების დიდმოსილობა ერსაც და ქვეყანასაც აამაღლებს. ეს წიგნი ეხმიანება ადამიანის სიღრმეს, მის ბუნებას, ზნეს, აზრს, ვნებებს, სულსა და ხორცს, ცნობიერებისა და ქვეცნობიერების უზოგადეს ფორმებს, ალეგორიულად, მაგრამ მაინც სულის ნიადაგში გათვლილი და მკობელი, მის ფასეულად მკობელი, უხმთო ძალებისა და უწონებელი სისასტიკისა, რაც მთავარია, სიტყვათა ავმახვილობას, რომელიც მტერია და მტერთა მგროველი. ამ წიგნის მიზანი არ არის მდგმარება, არამედ ძალა მისი შთამგონებელი და მკვიდრი სულისა, რომელიც იღვაწებს და გააცხოველებს შენში არსებულ სიკეთეებს.